იგი არის შავი, ამაში თეთრიცაა, მაგრამ 87 წლის მეფუტკრეს იუზა დოღონაძეს ქუთაისში საკუთარ სახლში ვესტუმრეთ. ეზოს ერთ ნაწილში საკუთარი ხელით გამართული ბოსტანი აქვს. ესენი ყველაფერი თქვენი გაკეთებულია. სულ ყველაფერი. იგი შალათა პრასი მარტოული, მარტოული. და ესენი არის პომიდორები. 100 ზირი აქანა დარგული. ბოსტანს დაზიანო დიდი ხელი უნდა და ცოდნაც უნდა. ეზოს სხვა ნაწილში ყვავილები ხარობს. აგერ არის გამოყვანილი ეს ვარდები. ამას ახლა გადარგვა უნდა გესვის. გადარგვა უნდა და ადგილის გამოახლა იმაში არში ახლა რომოვა ვინმე არამე ჩუქნი რომ მიხარია რომ გავატარ ვინმეს და ყوار შეტუები დეკორატიული მცენარეების გამოყვანა ყველაფერი და ახლა ეს არის პორტოხალია. რამდენი ხეა და გარმოვი ნიშანი არ უქნია ამაში. ეს არის კაიჯიშის, ამას ქართული ლიმონი ქვია. სქელკანიანია და გემოაქვს სხვანაირი. ეს არის ჩვეულებრივი ლიმონია და კარგი მომბავია. ეგენი სულ ჩემი გამოყვანილია ეს ისენი ტუები. მაგრამ აქნა სამგვაჭირებულ სტილი აქანა და ყველაფერს უნდა მზე და კარგი ადგილი და მიწაგეში. მიწის საკმარისი ფართობი ეზოში რომ არ იყო ვაზი და სხვა მცენარეები იუზა დოღონაძემ საკუთარი ხელით გამართულ იარუსებზე გააშენა. იშა ჯვარისულა რამხელარზე მაქვს ახსული შორს გადაქვაჩეთ იცი. შეშლება მიდოდა ტერიტორიის და ცოტა ნამეტანი მომივიდა. ეს არის ჯვარისულა, რომელიც კარგად განვითარდა და ნაყოფის კარგად აქვს. ეს კივი არის დაახლოებით 25 წლის, 27 წლის. ეს არის მოლდავური ჯიშის ყურძენი და ძალიან კარგი მომბავია, ღვინოს კარგი დგება ამიდან და ხარისხიანი არის. და ვარ მაქვს ადგილი მეზობლის ეზოში მაქვს დარგული და იქედან მოდის მე ეს ეგენ. და ამ ხარეზე არის ცოლეკაური ერთი ძირია დარგული და მეიწონა ადგილი ესმის ხო და კარგად წავიდა. აბარა ღვინოს ვაყენებ აბარა. შავი არის 5 ჯიში მაქვს შავი და რაც მეტი ჯიშია მეტი არამატიანი გამოდის ღვინო. ეგი სახლის სახურავია. იმიტომ რომ არ გემეცდინ ახლა ეს ტერიტორია თითქის აღოღდა ყოველ ჩემი ოცნება იყო რომ შემევსვე იგი და მივაღწია ამას ზუსტად რა. არც ერთი ადგილი არ ახლა დარჩენილი რომ ვარ იყოს გაშლილი ტარაბელი ზედ. ქუთაისიდან წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჟონეთში გადავინაცვლეთ. ნაკლები მიწისა და მეურნეობის სხვადასხვა დარგის განვითარების დიდი სურვილის გამო იარუსები ჟონეთის მეურნეობაშიც მთავარი გამოსავალი აღმოჩნდა. ხო, ეგენი ახ ეს არც ეს ტერასები და ეგენი სულ ჩემი გაკეთებული. რა ცოლიკაურია ხედა? აი ესენი ყველა ჯიში ციტრუსები აქან ახლა. ყველა ჯიშის პორტოხალი, მანდარინი, ლიმონი და ტარაბლებია. მე ავჩაღა კივი ვარგა ავთხარ ეგენის სოყალა და მე დავრგი ეს ნახები. ვარსებ დილას 5 საათს ევდგები და მუშაობ. ახო ხედა რაფერაა გასუფთებული. ერთი ბალახი არა ტყელაზე. ეს კიბეები ეგენი ყველაფერი ჩემი ნაკეთებია. ღამე მუშაობდი 4 საათამდე და დილას მიწა გამქონდა. ეზოს მნიშვნელოვან ნაწილში სკებია განთავსებული. მეფუტკრეობა ბავშვობიდან ყავდა ჩემ ნათესავებს. სოფელში დეიდას და დავდიოდი კურსებში, მამიდამ ყავდა იქ დავდიოდი და ბავშვები და დამაინტერესა, ხან ვეხმარებოდი იმგენს ესმის. ხო და მე პირადად მე ფუტკარი შევიძინე, მე ნაყარი და იქედან გავყევი. 65 წელია სულ რომ მყავს თითქმის ფუტკარი. და მე ერთი პაკეტიდან თანდათან ერთიდან ერთი, მე 2-დან 4 ასე თანდათან და ევედი 300 ოჯახამდე თითქმის. დარჩენილი აგე 18 და აქედან რამდენი დარჩება კიდევ არ ვიცი. ძირითადად ჩაკირვა არის და ტროპი იყო, მაგრამ ძალიან ცოტა და არ იყო საგან გაშორ რამე და არსი არის 10 წელიწადი რომ მიდის ასე უკან. და წერს მაინც ერთიანას წავიდა გესმის. არც აკაცია შემოვიდან, არც წავლი და ვერც ბიჭები ააშენა. კი, აქ განსაკუთრებით აქან ახლა წავლზეა მოყავთ ფუტკარი სამთავროდ. საკირეში, აგერ ჟონეთში, ნამახვანში, იქეთ მოლეკულა, აკირო და ბევრი ფუტკარია. განსაკუთრებით ნამახვანში არის ბევრი ფუტკარი ყოველთვის. შარშან ახლა მე ავიღე ერთი 400 კილო, არავის შეინვარ ხელსარიელი.
და გარსულ წლებში კიდევ ვიღებდი ახლა და სამშობლოსაც ვიღებდი, ფუტკრის ძესაც ვიღებდი, დედებზედაც მუშაობდი, ყვავილის თვერზედაც მუშაობდი, შხამზედაც მუშაობდი, მარტო მუშაობ. ნეტა ივარგულს თუ არა მუშაობას. ამის გარდა ახლა ვენახში მიყვარს, ამაში ხეხილი მიყვარს. ბოსტანი, სცენარეები ამერის გამოყვანა და რა ვიცი. ხო იცი რა თქვა, ნაინაირები, ჭიქასარნები, ნერსები, მახადები, პაპიროს გახადები. ნარმა მითხარ, რა გეტა მითხარ ისააქანი. აი Udaj sočeno, čemo dedule